შვილი მყავდაო უნივერსიტეტი დაამთავრა სოხუმის რაღაც ფილოლოგიური ეს მასწავლებლების ოჯახის შვილი და როგორც კი ბომბი ხო ჩამოვარდებოდა სოხუმში და ფანჯრებს ხო ჩაამსხვრევდაო ეს ბომბი წნევა ეს ჩემი შვილი ეს ფილოლოგი ბიჭი რა გას ნუ ბიჭი ხო უკვე ზლასული მისი ტოლები ომობენდა მთელი ამბავი ასე მოკიდებდა იმაში ხო იცით როგორი ის იყო ასეთი ლურსმნები რო ყრია ჩაქუჩი და ესე დაჭედილი რო იყო ჩვენ ბავშვობაში რა სალაგი ამის ამით გავიდოდა ამ დაბომბილ სოხუმში თავის ქუჩაზე და იქით ქუჩები ეს პარალელურად რაც იყო და განურჩევლად ნაციონალიზმისა განურჩევლად სქესისა არ აქვს მნიშვნელობა ჯიშისა თუ რაც არის მიდიოდაო და აი ესე ამ ჩამსხვრეულ შუშებს სახლებს რაც ქონდა შუშები რა ნარჩენები და ამას ამოჭრიდესო და ამ ფანჯრებს ვამდაო ძმა და ასეთი შვილი დამიხვიტესო მე დახვიტეს ის ახლა წარმოიდგინეს რა სიუჟეტია აი ხა მე იმიტომ კი არა რომ ეს ჩემი არ არის იმ ქალის მოყოლი ეს მელ გიბსონმა ეს რომ მოისმინოს სიტყვაზე არ რომ მოიკითხოს მე დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდს გააცოცხლებდა და ამას ისე გააცოცხლებდა და აბა რაც მოუყევი როგორია ეს უბრალოდ წარმოიდგინე ეს კიდე მე ვერ გადმოგეცით იქ წერს ის შეიძლება გამოდის და ყველას მტერსაც იმის სახლის ჩაიმსხვრა იმის ბერძენის აფხაზის ყველა ჩასვა მე სახში დაძება ისე სანამ შეძლო ამაზე მე დაიჭირეს და რა არის ბედისწერა ეს დახვიტეს